ჰიტლერის საგვარეულო ხესთან სხვა პრეტენზიებიც არსებობდა. ტირანის მოწინააღმდეგეები ვარაუდობდნენ, რომ ფიურერის მამის ნათესავთა რიგებში ისრაელელებიც იყვნენ. ამის ირიბი მტკიცებულება იყო გენეტიკური ხე. დოკუმენტი თავად ფიურერის ნებართვით გამოქვეყნდა. იდეალურ ტოტებსა და არიულ სახელებს შორის ერთი სახელი გამოერია. ამ ჩამონათვალში მოხსენიებულია ვინმე სოლომონი. ჰიტლერის პოლიტიკური მტრები, რა თქმა უნდა, ებრაულ სახელს ვარაუდობდნენ. აღმოჩნდა, რომ გვარი ჰიტლერი ხშირად გვხვდება პოლონეთის ერთ-ერთი პროვინციის ებრაელთა შორის. თანამედროვე ისტორიკოსებმა ყურადღებით შეისწავლეს ჰიტლერის წარმოშობა. წარმოაყენეს და შეისწავლეს ყველა შემორჩენილი დოკუმენტი, მაგრამ მათ ვერ იპოვეს რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ისრაელური ფესვების არსებობის შესახებ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი ადოლფ ჰიტლერმა მისი ბიოგრაფიის დოკუმენტების განადგურების ბრძანება გასცა. ამგვარად ისტორიკოსებს კიდევ დიდი ხანი მოუწევთ მუშაობა იმისათვის, რომ სიმართლე გაიგონ ფიურერის წარმომავლობის შესახებ. დავუბრუნდეთ გერმანელი დიქტატორის ანდერძს. სიმართლე რომ ითქვას, ჰიტლერის ანდერძი უფრო პოლიტიკური დოკუმენტია, რადგან მასში საუბარი ძირითადად გერმანიის მოწყობაზე და მის შემდგომ ბედზეა. ანდერძის ხელმოწერას 4 მოწმე ესწრებოდა: ბორმანი, გებელსი, ბუგდორფი და კრებსი. ამ დოკუმენტის ორიგინალი შემორჩენილი არ არის, რადგან ჰიტლერმა მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ ის ოფიცერს გადასცა, რომელმაც ანდერძი ავსტრიაში წაიღო და ერთ-ერთ ბანკში შეინახა, მაგრამ სად წავიდა ანდერძის ხელმოწერილი ვერსია უცნობია. მისი მხოლოდ შავი ვარიანტია შემონახული. ისიც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ბევრი რამ რაც იქ წერია, ამა თუ იმ ხარისხით უკვე რეალიზდა. ანდერძის შავი ვარიანტი ბრიტანელმა ისტორიკოსმა ჰიუ ტრევორ რობერმა შეისწავლა. ჩატარდა ტექსტური ანალიზი, გამოყენებული იქნა მდივნის, იუნგეს ჩვენებაც და დოკუმენტის ავთენტურობა სრულად დადასტურდა. მან იცოდა, რომ ცოცხლად დარჩენის შემთხვევაში დაიჭერდნენ და სასამართლო პროცესი იქნებოდა. ანდერძში ჰიტლერმა განმარტა, რომ თავის მოკლა სირცხვილის და სასამართლოს თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა. ფიურერმა იცოდა, რომ ბერლინის კაპიტულაცია გარდაუვალი იყო. ამიტომ დეტალურად გაწერა, თუ ვისთვის უნდა მიეცა მისი ქონება. ის ყველაფერს ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას უტოვებდა, ხოლო სურათების კოლექცია თავის მშობლიურ ქალაქს, ლინცს უანდერძა, ავსტრიას. ომის დასრულების შემდეგ სასამართლო მართლაც გაიმართა და მის წინაშე ყველა დამნაშავე წარსდგა, ჰიტლერმა კი მათ შორის ყოფნა არ ისურვა. ანდერძიდან ისიც ჩანს, რომ ფიურერი იმედოვნებდა, რომ ისინი, ვინც მან თავის ანდერძში დაასახელა, გერმანიის მართვას გააგრძელებდნენ. ეს 15 მინისტრი იყო, მათ შორის კარლ დენიცი, რომელსაც ჰიტლერი არმიის მეთაურის რანგში ხედავდა. ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ დენიცი მისი მემკვიდრე გახდა და რაიხს პრეზიდენტის და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდალის პოსტზე დაინიშნა. და გებელსი, რომელთვისაც ფიურერმა რაიხ